დავისაუბროთ კულტურაზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. კულტურა არის სწორედ ის სფერო, რომელიც მუდმივად განვითარების პროცესში არის და კარგი სიახლეები ვართ, ხო? და წარმოუდგინოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი სტუმრები, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე არის ჩვენთან ერთად და ასევე ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარი. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. როგორ ხართ? ძალიან კარგი სიახლეებით ხართ დაბრუნებული, თქვენ სულ ახლახან დაბრუნდით საბერძნეთიდან, სადაც იმყოფებოდით ოფიციალური ვიზიტით და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონდათ ათესა და თესალონიკში, ოფიციალური პირებთან, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და ქართულ დიასპორასთან. საინტერესოა რა იყო თქვენი შეხვედრების მიზეზი და ასევე მოგვიყევით იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ათენის ვიცემერთან და თესალონიკის ვიცემერთან გქონდათ და რა მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა ათენში და თესალონიკში. მთავარი მიზეზი ეს იყო დრამატული თეატრის გასტროლი თესალონიკში და შემდეგ უკვე მოწვევები, ოფიციალური მოწვევები, რომელიც მე მქონდა საელჩოსთან ერთად, როგორც ათენში საქართველოს საელჩო, ისევე თესალონიკში საქართველოს საკონსულო. ძალიან ეს იყო ჩართული, ასე ვთქვათ, ამ შეხვედრების ორგანიზებაში და რაც მთავარია და რაც ალბათ ყველას გაგვახარებს, ეს არის ერთი ბათუმსა და თესალონიკს შორის დაწმობილების საკითხი და მეორე კიდე ჩვენ გავიცალით ყველა ის პირი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება შემდეგში, როგორც თეატრის, ასევე სხვადასხვა ანსამბლების გაყვანისათვის და გასტროლებისათვის და საერთაშორისო ფესტივალებში მათი ინტეგრაციის ძალიან დიდი ახალი საშუალებები გაჩნდა, რაც ძალიან გვახარებს, რა თქმა უნდა. ნუ ეს კიდევ ერთხელ იქნება ჩვენი ქვეყნის წარმოჩინება რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მიულოცო ბატონ ნუკრის, იმიტომ რომ ეს იყო მართლაც არაჩვეულებრივი გამარჯვება, ეს იყო ძალიან დიდი ემოციები. ხელოვნება ემოციის გარეშე არ არსებობს, იქ იყო ქართული დიასპორა, რომელიც მართლაც რომ უკრავდა ყველა, რა ვიცი, ყოველ 10 წუთში, მე მგონი და ბოლოს ესეთი კულმინაცია იყო, ხელზე დამდგარი უკრავდა ტაშს და ეს იყო მართლაც ძალიან დიდი ზეიმი, ქართული სულის ზეიმი და თეატრის ზეიმი და ძალიან ბედნიერები ვიყავთ ყველანი. ბატონო ნუკრი, თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს ვიზიტს საბერძნეთში, როგორ დაგხვდათ მაყურებელი და როგორი იყო უკავშირი? ბატონო, მადლობა მოწვევისთვის და სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა, მოგესალმებით. ეხლა ეს შემოქმედებითი აქცია, შეიძლება აქტი რა ვთქვათ ასე, ქალბატონ ელისოს ინიციატივა იყო, როგორც დაინიშნა ქალბატონ ელისო, ჩვენი ლეგენდარული პიანისტი, მაგრამ დღეს აჭარის კულტურის მინისტრი. პირველივე შეხვედრაზე ქალბატონმა ელისომ თქვა, რომ არ გინდათ, რომ წავიდეთ სადმე წავიდეთ და ჩვენ რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადეთ და რამდენიმე დღეში მაშინვე დაგვიკავშირდნენ უკვე საბერძნეთიდან საკონსულო, იქ არის ქალბატონი ია ხუროშვილი, რომელიც კომპანია თერგს ხელმძღვანელობს და ძალიან აქტიურად და ძალიან მაგარი ქალბატონია და მას ბევრი ასეთი გარკვეული სწორედ გასტროლები აქვს მის არეალში არის და მას შეუძლია და ის ჩაუდგა სათავეში, მან შეასრულა ეს სამუშაო ჩვენი მხრიდან, ჩვენმა მოადგილემ ირაკლი დევაძემ და ასე დავედით ჩვენ სალონიკში. ეხლა მე 40 წელზე მეტია ამ საქმეში ვარ. და მგზავსი შეგრძნებები არ მქონია, იმიტომ რომ იყო სრულიად სხვა მაყურებელი და არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ახლა რაღაც ისეთი რამე ჩავიტანეთ, არა, აქ იყო ძალიან დიდი მონატრების გზნობა, სიყვარულის გზნობა, ბევრი უკვე 30 წელია იქ არის, ზოგი 20 წელია იქ არის ეს ქართული დიასპორა, ბავშვები, რომლებიც იქ გაიზარდნენ და საერთოდ ქართულად ლაპარაკობენ, ასე თუ ისე, მაგრამ არ იციან და უშუალოდ საქართველოში არ არიან ნაპოვნი და თეატრშიც პირველად იყვნენ ზოგი მე მგონი და ეს იყო ერთობლივად ძალიან დიდი ემოცია და ვფიქრობთ რომ გაკეთდა
ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ხო, ჩემთვის ეს გაცილებით უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე რაღაც გარკვეულ საერთაშორისო ფესტივალზე წასვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფესტივალზე წასვლა ყოველთვის საინტერესო და ალბათ მომავალში ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ აი თვითონ ეს აქტი რო შედგა უკვე და იქ ჩვენი საკონსულო გელა ჯაფარიძე, ჩვენი ელჩი ლევან ბერიძე იყო კიდევ კულტურის ატაშეა ხომ ვარლამი ბატონი ბაძაღვა აი ეს ერთობლივად ეს იახუროშვილი და ჩვენ კიდე აქედან ჩასულები და თეატრის დასი რომელმაც მაქსიმალურად უკვე იგრძნო აი ეს იმპულსი და შედგა ეს ურთიერთობა ძალიან დიდი სიყვარული ტრიალებდა სწორედ აი ამ სპექტაკლის განმავლობაში და ეს არ იყო ჩვეულებრივი სანახაობასაც მივდივართ და სიამოვნებას ვნახულობთ ან გვაინტერესებს ან ნაკლებად გვაინტერესებს და უშუალოდ სპექტაკლი როგორც არ ხოლმე ხო როცა გაცილებით მეტი იყო ვიდრე სპექტაკლი და ვიდრე გასტროლი და ვიდრე იმიტომ რომ ეს აქტი იყო მართლაც რაღაცა ურთიერთ მონატრების ძალიან დიდი ნოსტალგიის სწორედ რაღაც გარკვეული ასეთი ზეიმი შედგა და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონელისოს და ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა სწორედ აი ამ პროცესში. ასევე ვიცით რომ ბავშვთა ფონდის გაეროს წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა. დიახ, ჩვენ ბატონ ხალილ ხასანთან ვიყავით ათენში და ძალიან მნიშვნელოვანი საპილოტო სკოლის პროექტი განვიხილეთ, რომელიც ალბათ მალე ვისაუბრებთ ტელევიზიაში. მზადდება ბათუმში საპილოტო სკოლის პროექტი, რომელიც იქნება ხარისხიანი სკოლა, რომელიც იქნება სამუსიკო და სხვადასხვა მიმართულებები ექნება ამ სკოლას და კოლეჯის ტიპის სკოლა იქნება, მაგრამ ეს ჯერ პროექტი არის და მაგრამ მექანიზმები არის მნიშვნელოვანი, როგორც მოვახერხებთ ჩვენ ამის ასე ვთქვათ ამოქმედებას. მე კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე გასტროლს და სპექტაკლს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ასევე რომ თეატრის არსებობას, აი ასეთი თეატრის, ტრადიციული თეატრის, ასეთი მაღალი დონის ადამიანი როგორც არის ბატონ ნუკრე ქანთარია, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ის უძღვება ამ თეატრს და სწორედაც ის პროგრამა, რაც მან დასახა და მთელი წლის განმავლობაში გაწერილია, ყველა რეპეტიცია, ყველა სპექტაკლი, ეს არის მისასალმებელი და მართლაც არაჩვეულებრივი და ეს პროფესიონალური მიდგომა ესეთი მაღალი დონის, რა თქმა უნდა, თეატრს მისცემს კიდევ უფრო მეტ საშუალებებს მომავალში, როგორც დიასპორული თემით წავიდეს სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში და რა თქმა უნდა, ვამბობთ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით იმ და ჩვენ საელჩოს როგორც ათენში, ისე თესალონიკში ბატონ ლევანს, ბატონ ვარლამს, ბატონ გელას და ქალბატონ იას, რა თქმა უნდა, რომელმაც არ დაიშურა მართლაც რომ ენერგია, რომ ეს ყოფილიყო, ეს საღამო შემდგარიყო, ამდენი ხალხი დაინტერესება გამოეწვია და მართლაც რომ ეს დიდი ზეიმია ჩვენთვისაც, ყველასთვისაც და მე მგონი რეგიონისთვისაც ძალიან სასიამოვნო სიახლე არის. კი ბატონო. თქვენ ასევე შეხვედრა გქონდათ ათენსა და თესალონიკში ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან. საინტერესო არის რომ მოგვიყვეთ ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, რა საჭიროებები და გამოწვევები გამოიკვეთა და ხომ არ ყოფილა დიასპორის მხრიდან რაიმე თხოვნა? დიახ, ძალიან ეს არის ეს ემოციური შეხვედრა დიასპორასთან შეხვედრა ყოველთვის და ნუ განსაკუთრებით ათენში და განსაკუთრებით საბერძნეთში ბევრი ქართველია. კიდევ ასევე ჩვენ გავიცანთ პონტოელი ბერძნები, რომლებიც ქართულად საუბრობენ და ბევრს აქვს სურვილი ჯერ ჩამოვიდეს, მე რაღაც პროექტები შემოგთავაზონ და რა თქმა უნდა იყო თხოვნები და რა თქმა უნდა იყო სურვილები და ჩვენ თქვით და დავსახეთ ასე ვთქვათ გეგმა მომავალში როგორი ფორმით ვიმუშავებთ საელჩოსთან ეკნებათ როგორც კონსულტაცია ასევე შევა ყველა პროექტი და მე იმის შემდეგ ისინი განიხილავენ, ჩვენ გამოგვიგზავნიან და უკვე კულტურის მიმართულებით ვიმუშავებთ სხვადასხვა ჯგუფების ჩამოყვანაზე, სხვადასხვა მიმართულებებზე. იქ არის თეატრიც ასევე, იქ არის ფილმების, დოკუმენტური ფილმების მოთხოვნა, ბევრი რამ ყველა მიმართულებით და კარგია ეს, იმიტომ რომ ეს ის ადამიანებია, რომლებიც ჩვენ არ უნდა დავკარგოთ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის სამშობლოში უნდა არ უნდა დაკარგოთ. დიახ.
კი ბატონო, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ თესალონიკში, თქვენ შეხვდით თესალონიკის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს. ამ მიმართულებით ხო არ იგეგმება საომავლოდ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ურთიერთობა? დიახ, არა მარტო იგეგმება, არამედ ეს ადამიანი იქნება ალბათ ჩვენი მომავალი სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი კონსულტანტი. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, მას აქვს თესალონიკში მეგაროს საკონცერტო დარბაზის დირექტორი არის და ასევე ორკესტრის მთელი შემადგენლობა, სიმფონიური ორკესტრი, რომელიც არსებობს ძალიან მაღალ დონეზე, ეს მისი დამსახურებაა და იცის ყველა მექანიზმი. ჩვენ ბევრი რამ უნდა გავიზიაროთ, რა თქმა უნდა, მაესტრო დავით მუქერიასთან ერთად ჩაუჯდებით ამ თემებს და ძალიან მალე ბათუმს ექნება აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ალბათ ძალიან დიდი იმედი მაქვს იანვრიდან უკვე იფუნქციონირებს და დაგპატიჟებთ აუცილებლად. ეს ახალი იქნება, ახალი, ასე ვთქვათ, საფეხური კულტურის განვითარებისთვის რეგიონში და ეს იქნება ორკესტრი, რომელიც იქნება რეგიონისთვის პირველ რიგში და მოემსახურება რეგიონის ინტერესებს და მოთხოვნებს. და ეს კონკურსია გამოსაცხადებელი ოქტომბერში და ამის შესახებაც გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა ეს არა მარტო რეგიონისთვის, მე ვფიქრობ, მთელი ქვეყნისთვის. და რაც შეეხება პატაშეს კითხვას დაუბრუნდები, ასევე გქონდათ შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან. როგორი სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეთ? როგორც თქვი, ეს იყო საპილოტო სკოლასთან დაკავშირებული შეხვედრა და საერთოდ თავის დროზე, როდესაც ბატონი ხასან ხალილი თბილისში იმყოფებოდა და მე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, მაშინ შევიმუშავა ესეთი პროექტი, რომელსაც ქვია Art for Everybody, ანუ ხელოვნება ყველასათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია, ასე ვთქვათ, რომელიც ინკლუზიურ განათლებასაც ეხება და ეს არის ის თემა, როდესაც ხელოვნება ყველასთან მიდის და უფრო მისაწვდომი ხდება. ასევე თაში როგორ განვითარდეს კულტურა და როგორ მივიდეს კულტურამ თაში უფრო ადვილად ადამიანებთან, ესეც შედის ამ ყველაფერში. და ესეთი ხაზია, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ვრცელი, მასშტაბური, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე უფრო მეტად ბავშვებს ეხება. და სწორედ ბატონ ხასანს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, აქვს საერთაშორისო გამოცდილება მენეჯმენტის და განათლების სამინისტროსთან ერთად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ ხარისხიანი სკოლა მივიღოთ, რომელსაც ექნება გარკვეული ტიპის დიპლომი, რომელსაც ექნება გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, მიმართულებები და იქნება განათლებასთან შეთანხმებით, ასე ვთქვათ, რაღაც ფორმას მიიღებს. თუმცა ეს სკოლა ვერ იქნება ჯერ სტატუსიანი, სამწუხაროდ, ამას კიდე სხვა საპარლამენტო ინიციატივები ჭირდება და იმეც ვიტოვებ, რომ ეს მალეც ესეც მოხდება. მაგრამ ამ ეტაპზე საპილოტო სკოლას ექნება აჭარას და მე მგონი ეს იქნება მთლიანად სხვა შორის კავკასიის რეგიონისთვისაც საინტერესო, იმიტომ რომ იქ რასაც დავნერგავთ ჩვენ ინოვაციებს, ის იქნება ძალიან საინტერესო. ხო არ ფიქრობთ, რომ ანუ ახსენეთ თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ბუნებრივია ეს ყველაფერი ერთად მოდის ხოლმე ხშირად, ჩვენთან ხან ერთიანდება, ხან ცალკავდება და ანუ ეს ორი სფეროა, რაც ზოგადად ადამიანების განვითარებისთვისაა მოწოდებული თავიდან ბოლომდე. დაუშვათ აი ამ სკოლის პროექტი რაც ბრძანეთ, ნელ-ნელა ასე ვთქვათ, პილოტის გადალახავს საპილოტო ვერსიას, ასე ვთქვათ, ნელა დაინერგოს სკოლებში, რომ დაუშვათ ხელოვნებას უფრო მეტი ყურადღება მიექცეს სკოლის დონეზე, თუნდაც პირველი კლასიდან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმის გარდა, რომ გივითარებს ზოგადად ინტელექტს და სმენას და ასე შემდეგ, ასევე მოტორიკას აუმჯობესებს. ანუ თავიდან ბოლომდე მოქმედებს ადამიანზე, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. როგორ მიხარია ამ თემაზე რომ საუბრობ თქვენთან და მოტორიკას და სულიერებას ნამდვილად ანვითარებს მუსიკა და ბავშვი რომელიც პატარაობიდან ეზიარება ხელოვნებას და ამ შემთხვევაში მუსიკალურ ინსტრუმენტებს ის ბავშვი ნამდვილად სხვადასხვა მიმართულებით უფრო მეტად განვითარდება და უფრო მეტად მომზადებული იქნება. აქ თუ ძალიან ჩაურმავდებით ნეირონებსაც ანვითარებს და ახალი ნეირონების წარმოშობას უწყობს ხელს და საერთოდ ღრმად შეიძლება ამაზე საუბარი. ამიტომ მუსიკის მნიშვნელობა და ხელოვნების
ხელოვნების მნიშვნელობა ძალიან დიდია და ბავშვობიდან უნდა დაინერგოს ეს ამისთვის ბავშვებს სჭირდებათ უფრო ასე ვთქვათ მომზადებული გარემო მასწავლებლების გადამზადება აუცილებელია და ეს პროცესიც უნდა დაიწყოს და ვფიქრობ რომ მასწავლებლებსაც უნდა მიეცეთ ის შანსი რომ გადამზადდნენ და უფრო მეტად აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაცია და ბავშვებისთვის კიდე შეიქმნას უფრო მეტად პროფესიონალური გარემო, სადაც მათი ნიჭი, მათი შესაძლებლობები მეტად განვითარდება. სწორედ ამას ემსახურება საფილოთი სკოლა. შესანიშნავი, მადლობა. კი ბატონო და ზოგადად მაინტერესებს მნიშვნელოვანი არის ახლა თქვენი აზრი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირი და როგორ მოქმედებს ეს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის იმიჯზე. კულტურული ასე ვთქვათ კავშირები, მით უმეტეს ისეთი კავშირები, როგორიც არის ხელოვნების, მუსიკის და ყველა კულტურული, ასე ვთქვათ, ყველა გამოვლინებით, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის და ხალხთა შორის დიპლომატია, მე მგონი ოდითგანვე ბატონი ნუკრიც საზღვრები არა აქვს, ხო? აი ნამდვილად არ აქვს საზღვრები. ის რაც შეუძლია გააკეთოს ხელოვნებამ, ალბათ პოლიტიკასაც არ შეუძლია, ალბათ იქ რაღაც შეზღუდვები არის და აქ ხელოვნებაში არ არის შეზღუდვები, იმიტომ რომ ეს ყველა ასე ვთქვათ ბარიერს ანგრევს. ის ემოცია რაც მოდის დარბაზში, თეატრიდან, მსახიობისგან, ამ შემთხვევაში მუსიკისგან ვთქვათ და ეს ისეთ სფეროში შედის ადამიანი, როდესაც იქ ბევრი რამ უკვე სხვანაირად შეიძლება გადაიხედოს, ასე რომ ადამიანთა შორის კავშირები, კულტურა და სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ინსპირაციის ადამიანების დაკავშირება კულტურით, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, სადაც აღარ ჭრის უკვე დიპლომატია. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაც დაუშვათ პოლიტიკა რახს განიცდის, იქ ხელოვნებას შეუძლია სათანადო სიმაღლეზე თუა გადალახოს ყველა დაბრკოლება და გაერთიანოს ადამიანები. ჩვენ ალბათ არ ვიქნებით ძალიან ორიგინალურები ამ შემთხვევაში და არც თქვენი კითხვა ახლა მომიტევეთ ორიგინალური ხო? ეს ხო აღიარებული ახლა, რომ ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ახლავს ხელოვნების ნიმუშებს, მას მართლა არ აქვს ბარიერი. რაც არ უნდა მე სკეპტიკურად ვიყო ქვეყნის მიმართ განწყობილი, თუ იქიდან წამოვიდა რაღაც ისეთი, რომელიც გადალახავს ამას, მე ბუნებრივია რომ მე ვიქნები ამ ტყვეობაში. ასე რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საფუძველი უნდა იყოს, რომ ეს იყოს მაღალი რანგის სწორედ და არ მოახდინოს ზემოქმედება და შთაბეჭდილება. აი თავარი არის შთაბეჭდილება და ის ემოციური მარცვალი, რომელსაც სწორედ ხელოვნებას შეუძლია რომ შექმნას. ამის მაგალითია ქალბატონი ელისოს სწორედ თელი მოღვაწეობა რა ემოციითაც და ასევე სხვების ქართველების ლეგენდა, რომლებიც ჩვენთან არიან და ხლა აღარ ჩამოვთვლით, თქვენს კარგად იცით. ვინც ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სწორედ აი ამ ურთიერთობაში ქვეყნებს შორის. კი ბატონო ნუკრი, თქვენ თეატრი ძალიან შეუყვარდა ხალხს მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამ გრძნობით იყო მაყურებელი განწყობილი, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი აქტიურობით გამოირჩევა მაყურებელი, იმიტომ რომ მუდმივად განვითარების პროცესში ხართ. შეიძლება ხუმრობით თქვათ კიდევაც, რომ ვერ ვასწრებთ სპექტაკლების დაანონსებას, მუდმივად ახალი სპექტაკლები არის, თან ძალიან საინტერესო. გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გასტროლი ჰქონდათ საბერძნეთში, კიდევ რა გაქვთ დაგეგმილი სამომავლოდ? ნუ ამ სეზონში ჩვენ ახლა 6-ში მივდივართ ოზურგეთში არის ფესტივალი ნოდარ-დუმბაზის უკვე საკმაოდ აღიარებული და იქ მიგვაქვს სპექტაკლი მე ვხედავ ზეს ნოდარ-დუმბაზისა. მე ერთი პრემიერა გვექნება კიდევ 10-ში, ეს არის ქართველი დრამატურგი რევას ნაჭყეპია, მატარებელი უკვე გავიდა, ოღონდ ეს ექსპერიმენტალურ სცენაზე იქნება. 12-ში დავხურავთ სეზონის სუმბათაშვილის პიესის ღალატით, რომელიც გიორგი სიხარულიძემ დადგა და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი გახლავთ და მერე გვაქვს გასტროლი კახეთში, თელავში, რამდენიმე სპექტაკლით მივდივართ და ერთკვირიანი გასტროლი იქნება. მე აგვისტოში არის ბუნებრივია წვეტა და შესვენება. უკვე და სექტემბრიდან გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პიესები ჩარშევა ალბათ უკვე მუშაობაში და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ჩვენ შევასრულებთ. პარალელურად ალბათ შევეცდებით კიდეც, რომ სხვებსაც ვაჩვენოთ, ქვეყნის გარეთაც ვაჩვენოთ ჩვენი
წარმოდგენები. იყო გარკვეული კრიზისი, არ მინდა ეხლა ეს დავმალო, მაგრამ ეს არ იყო თეატრიდან გამოწვეული, ეს იყო იმ მოვლენებიდან, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით ნოემბერ-დეკემბერში, რაც იყო შტურმები და ამბავი და არეულობა და რამაც მერე გადაინაცვლა უკვე სხვადასხვა კერებში, ამას ადვილად ადვილად მოვარეთ, თუმცა ამან გარკვეული კვალი პაუზა გაგვიჩინა ჩვენ ცოტა ხნით, მაგრამ შემდეგ უკვე ჩვენ ახლა უფრო მტკიცებთ გელვართ, რომ ვიცოდეთ, სწორედ ამის შემდეგ და გაცილებით უფრო აქტიურად ვართ მომავლისკენ გამიზნულები, რომ თეატრმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე. და მსახიობი თუ ხარ, შენ სცენაზე უნდა იდგე. და თუ არ გინდა სცენაზე დგომა და იქაც მაშინ მიბრძანდი ბატონო და დადექი იქ. თუნდაც ისიც შეგვიძლია პრინციპში აღნიშნოთ, რომ თეატრი მაინც ვერ მოწყდება იმას, რომ საზოგადოების ნაწილია თეატრიც თავიდან ბოლომდე. საზოგადოების ნაწილი როა, მისი პროფესია და ჩვენი პროფესია ეს არის, ამიტომ აქედან გააქვს შენ საშუალება, რომ რაღაც გარკვეული საქმელი თქვა და გაცილებით უფრო ემოციურად ვიდრე იქ რაღაც და შორს გაიტანოთ ახლა. ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოა ქალბატონ ელისოსთან მინდა მეკითხვა. მე მქონდა კითხვა, კიდე ხომ არ არის დაგეგმილი საომალოდ რაიმე მსგავსი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი. ამ შემთხვევაში ჩემი ვიზიტზე თუ არის საუბარი, ჩემი ვიზიტი მზადდება თურქეთში, სადაც ქართული დიასპორა მოგახსენებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ეს არ ვიცი შეიძლება შედგეს ოქტომბრის შუა რიცხვებში, არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მზადდება ბევრი რამ, რაც საჭირო იქნება იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ მე თქვენ ბრძანეთ და თეატრზე ვსაუბრობდით, სიძნელებზე ვსაუბრობდით და ხელოვნების როლზე. და მე ვფიქრობ და ვუბრუნდები იმ თემას, რომ ხელოვნება ეს ის სფეროა, როდესაც ხელოვანი ხარ. ადამიანი უნდა გესმოდეს, რომ შენი ვალია ის, რომ გაერთიანო კულტურა, ხელოვნება გვაერთიანებს და ამიტომ ეს არ უნდა დავივიწყოთ და მე არ მგონია, რომ ესეთი კონკრეტული თქვათ ადამიანები, რომლებიცაც უნდათ რომ შემოიტანონ ის დისონანსები, ეს სწორია. სწორი არის ის, რომ ყველანაირად ვეცადოთ მუსიკით, ხელოვნებით, თეატრით ადამიანები და საზოგადოება სჭირდება სულიერი საზრდო და სიმშვიდე. ნამდვილად. და არა პირიქით. ასე რომ მე ვუსურებ ყველა სულიერ სიმშვიდეს და ვუსურებ მეტ ხელოვნებას, მეტ მუსიკას, მეტ თეატრს და ეს არის ყველასთვის ძალიან კარგი და დაგებით. ეს დავუმატებთ შესაძლებელია. ქალბატონ ელისოს აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, ახლა ბოლომდე ამის თქმა დროც არ გვეყოფა და იმედი მაქვს, რომ აი ამ გეგმების ნაწილიც რომ განხორციელდეს უკვე, ხომ? აჭარაში იქნება ძალიან კარგი ამინდი სწორედ ხელოვნების და კულტურის თვალსაზრისით და ამას აუცილებლად ჭირდება საზოგადოების თანადგომაც, ასევე აუცილებლად ჭირდება განათლების სფეროს ჩართვა სწორედ ამ პროცესში, იმიტომ რომ განათლებაში ძალიან ბევრი ხარვეზი გქონდა ჩვენ. სწორედ ამ ბოლო წლების განმავლობაში ახლა ეს სწორდება უკვე და აი სწორედ სკოლა, უმაღლესი განათლება მაქსიმალურად უნდა იყოს კონტაქტში სწორედ ისეთ კერებთან, როგორიც არის იქნება ეს მუსიკა, თეატრი თუ სხვა დარგი ხელოვნებისა და საბოლოო ჯამში ახლო წლებში დავინახავთ შედეგს კიდე არ გინდა იმედი მაქვს რომ ეს პროცესი ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ საინტერესოდ განვითარდება სწორედ და ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ცოტა საფრთხე. წარმატებას გისურვებთ და მადლობა რომ ყოველთვის სრულდებთ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის და რეგიონის იმიჯზე.